საქართველოს ფესტივალისთვის ემზადება, რომელიც ამ მასშტაბით კავკასიაში პირველად გაიმართება. ლუდის ფესტივალი, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაში განსაკუთრებით პოპულარულია, ჩვენს ქვეყანაშიც ტრადიციული გახდება. გადაიკეტება ვარდების რევოლუციის მოედანი. აი ამ ფანტანიდან დაახლოებით ალბათ ბოლომდე გზა რამდენიმე საათით და ისიც სასიამოვნო მიზეზით 12 ივნისს დილის 12 საათიდან გადაიკეტება. თბილისი არც მეტი, არც ნაკლები ლუდის მასშტაბური ფესტივალისთვის ემზადება. ჩვენ გვინდა რომ ეს ფესტივალი იყოს ევროპული დონის. სწორედ ამიტომ ავიღეთ რომ ევროპული გამოცდილება გადმოგვაქვს ახლა და ვამბობთ რომ ცალ-ცალკე მაგიდებზე როგორც ქართველებს უყვართ ხოლმე ყოფნა, ახლა გვინდა რომ შევეჩიოთ იმას რომ ყველამ ერთად ვიზეიმოთ. მსგავსი მასშტაბის ლუდის ფესტივალი ამიერკავკასიაში წელს პირველად ტარდება. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში უკვე კარგად აპრობირებულ და გამოცდილ მეთოდს წელს საქართველოსაც მიმართა. ქართული ანალოგიის ორგანიზება ლუდსახარშმა ნატახტარმა ითავა. ფესტივალის სტუმრები გაგრილებას ნატახტარის 6 სხვადასხვა სახეობის ლუდით შეძლებენ. მთავარი მიზანი ის არის რომ მოხდეს ამ ფესტივალის ინტეგრირება მსოფლიო ლუდის საფესტივალო სივრცეში. ლუდის ფესტივალზე, სადაც ყველამ სურვილს შესვლა უფასოდ შეეძლება, ქართული, ბრიტანული, ბავარიული, ჰოლანდიური და ჩეხური სამზარეულოს კუთხეები მოეწყობა. თავის გემოვნებით, როგორც უნდათ, ისე შეუყვეთავენ და ისე გავუმზადებთ ჩვენს. ანუ ამ ყველაფერს ჩვენ ძალიან სწრაფად გავაკეთებთ იმისთვის, რომ სტუმარმა ისე ამბობს. ლუდის მოყვარულთა სიაში ჯგუფი მგზავრები და ფრანიცაა, სწორედ მათ მოუწევთ ხალხის განწყობაზე ზრუნვა. კარგია, რომ ესეთი ფესტივალია, ეს უდაოა და ორი აზრი ამაში არ არსებობს და კარგია, რომ ყველა ერთად ვიქნებით ბევრი ხალხი და ყველა ერთად დავლებთ ლუდს ამ სიცხეში. კარგი ენერგია დადებითი მუხტი წამოვა დარწმუნებული ვარ. თან კი რაღაცა კარგი ის არის რა, კარგი დღეა რა და ომცარე ძღნება და ტრაური არ არის და ტკივილია პირიქით ვიხარია, რომ მსოფლიო ჩემპიონატია თან და კარგი დღეა. ფესტივალის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ზაფხულის 2 ცხელდღეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ლუდი დაილევა. ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ის მასშტაბებით ევროპის ლუდის ქვეყნებში მოწყობილ ანალოგიურ ღონისძიებებს არ ჩამოუვარდება.